ორ კვირაზე მეტია თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის საქართველოს სიმფონია და თბილისის ბაროკოს ფესტივალს მასპინძლობს. ფესტივალის ფარგლებში რიგით მესამე კონცერტზე თბილისის სახელმწიფო კამერულმა ორკესტრმა თავის ერთგულმსმენელ შთამბეჭდავი კონცერტი წარუდგინა ცნობილი გერმანელი დირიჟორის კორნელია ფონ კერცენბროკის მონაწილეობით. ქართულ მსმენელს კონცერტზე ვივალდის, მოცარტის, პუჩინის, ვაგნერისა და ვერდის მუსიკალური შედევრები შესთავაზეს. კონცერტის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო აფხაზეთის სახელმწიფო კაპელასა და თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის მიერ ერთობლივად შესრულებულ ნაწარმოებებს. ეს არის თბილისის ბაროკოს ფესტივალის ერთ-ერთი დღე და ჩვენთვის აფხაზეთის კაპელისთვის ძალიან დიდი პატივია ამ ფესტივალში მონაწილეობის მიღება, იმიტომ რომ მარაჩვეულებრივ ორკესტრთან ერთად მღერით ვივალდის გლორიას და ზელენკას მიზერერეს და ძალიან დიდი გამოცდილებაა ჩვენთვის, მით უმეტეს არაჩვეულებრივი გერმანელი დირიჟორი არის მოწვეული და დიდი სიამოვნებაც არის ამ ყველაფერთან ერთად. კაპელა ასრულებდა ყოველთვის ბაროკოს მუსიკას და ამ შემთხვევაშიც აუცილებლობას წარმოადგენდა, რომ კაპელას შეესრულებინა ეს ნაწარმოებები, ვივალდის გლორია. საინტერესო იყო ძალიან ამ ნაწარმოებზე მუშაობა. ჩამობრძანებულია ქალბატონი გერმანიიდან, ქალბატონი კორნელია, რომელიც ჩვენთან ერთად მუშაობდა ამ ნაწარმოებზე და საკმაოდ ბევრი ინფორმაცია მოგვაწოდა ბაროკოს მუსიკასთან დაკავშირებით. თავად ფესტივალი არის ძალიან მნიშვნელოვანი, გამომდინარე იქიდან, რომ ევროპაში არის ძალიან პოპულარული ბაროკოს მუსიკა და ძალიან ხშირად სრულდება. და საქართველოში უკვე გვაქვს ამის საშუალება, რომ შევასრულოთ ბაროკო და ჩვენთვის როგორც აფხაზეთის კაპელისთვის არის ძალიან დიდი ბედნიერება მივიღოთ მონაწილეობა და ვიმღეროთ აქ. საინტერესო იყო ძალიან გამოსვლა, გამომდინარე იქიდან, რომ საერთოდ ახალი რეპერტუარია, ახალი ფორმა თუ გინდ სიმღერის და ჩვენი კულტურისთვის ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯია. ბაროკოს ფესტივალს ჩვენ პირველად ვიღებთ მონაწილეობას სელს. ძალიან ნაწარმოების გუნდი ვართ, თანამედროვე გუნდი ვართ და დღეს გამოვდივართ სხვა ფორმატით. გუნდმა კარგად გაართვა თავი ახალი ბგერით, ახალი მუსიკალური გააზრებით, წარდგებით მაყურებლის წინაშე და რა თქმა უნდა გუნდი ამიტომ უფრო ფართოვდება და იზრდება. ამ შინაარსის ფესტივალი კავკასიაში პირველად ტარდება და იგი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. 13 ნოემბრიდან 6 დეკემბრის ჩათვლით რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზის სცენაზე ქართველი მსმენელი მსოფლიო აკადემიური სცენის ვარსკვლავებს შეხვდება და ბაროკოს სტილის მუსიკალურ შედევრებს მოისმენს. აღსანიშნავია, რომ მუსიკა ყველა კონცერტზე ძველებური ინსტრუმენტებით შესრულდება.